ჩემი პროდიუსერი მეუბნება, რომ ეს ვიდეო არ გავარდება. და ეს პოდკასტი განსწრული არის წარუმატებლობისთვის ახლა და მინდა რომ დავამტკიცო საპირისპირო. ეხლა ველოდები რომ მოვიდეს ჩემთან პირველი სტუმარი, რომელიც უნიჭიერესი ადამიანი არის. თქვენი იმედი მაქვს, მოკლედ ეს ჩემი პირველი ნაბიჯი არის YouTube-ში და YouTube სივრცეში. იმედია მიმიღებ, იმედია მოგეწონებათ და იმედია იაქტიურებთ ჩემთან ერთად. Brainstorming-ი დავიწყოთ და რა გაკიდიათ? იცი რა არის, ჯერ მინდა და რაღაცა სახლური პოდკასტი რა, რომ სახლში ვართ და რაღაცა ბაითში ვართ, ბაითზე რაღაცა კეთასთან სახლში. ან მე რაღაც ფილტრის გარეშე, მაგრამ მე ვნახე და ფილტრის გარეშე იყო რაღაც ეგეთი რაღაც რუბრიკასავით ქონდა ვიღაცას. მე მქონდა ის რომ რაღაცა იცაც რაღაც სპონტანურობასთან და იმპროვიზაციასთან დაკავშირებით რაღაც ასეთი მინდოდა და აი ვერ გავიგე რა და ეხლა შეხო მეორე გადაცემა ამ სახლში არ გექნება. შეიძლება მქონდეს არავინ იცის, მაგრამ უსახკარო რო და რქვა ხო არა. პავილიონი და არკის. არ მინდა რომ უსახკაროს იმიჯი ავიკიდო. ყველას რო უსახლდები, ვაფშე გუნდა იყოს რომ ძალიან მინდა რომ სახლი მქონდეს პირადი უსახლდები. მე მოვა ჩემი კამერები იქნება, სადაც ხარ? ვიღაცა გორში რო ცხო. დამტოვეთ თქვენთან, ბავშვით რომ მიდიან. ბოლოს დედით. შენ გაქვს სახლი? აი ხა 2 წელია ვიყიდე და იყიდე ხო არ გადა მოუყდი შენი საცოდაობით ანუ აი სუქირიდან კირაში აი ეგეთი საცოდაობი ჩანო მარკა სულ მაინტერესებს ხოლმე რომ ყველას ვეცოდები და სულ მგონია რომ პირიქით არა წვერი რატო გაიპარს არ მინდოდა იმენა აი ძალიან მოვიდა მეცი რატო რომ დღეს ხო ეს ჩაწერა მქონდა ხვალ მაგ ჯურის წერა მე რა ჩემ ძმაკას და მე ნათლობა და კაცი ძალიან მნიშვნელოვანი 3 დღე და თუ სადაც ლამაზი უნდა ყოფილიყავი და გაიპარსაც ისი ავღელდი რომ კაცი ამეპარცა რა და ეხა ლამაზიც აღარ მიდი და გვენახი სათვან აუ ხო ცოტა გასული დავანახი რა ესეთი მინდა თუ რა გაგიცნი ეს გამოგზავნილია გენაცვალე ვარსკვლავობას მოყვება ეგეთ საჩუქრა აუ ისე როგორია ვარსკვლავური ცხოვრება? გწნობენ და რაღაცა. ჯო ვარსკვლავად ვაფშე ვერ აღვიქო თავს თან აღონც როგორ მცხენი იცი რა კომპლექსები გამოიწვია კაროჩი ამან რა. იმენა თავიდან მიყავი რომ რომაც შევიდნენ ფოტო შეიძლება შენთან და აუ მეგონა რომ ჩემთან ფოტოს რატო ერენ ბოდიშებს ვუხდიდი აი. შეიძლება ფოტოში. აი დასპეცებული მე დაჟე ხელები მაქვს ცოტა და ან ესე კეთებ ხოლმე? აი რაღაცა ის აი პროსტა ეს ხელს ვერ მოუფიქრე ჯერ კაცო ეს ხელი არის მუშაობის პროცესში რა უნდა უქნა. ახლა ის არ მიხდება ეს შენ ხდება. მეც დიდად არ მოდია. თავი და დასრულდა. კაია. კაცი პონტი მე მცხენი. კი, ჩემთან ყველაფერი შეიძლება. აუ სად გამაძრო ჩემი დედა სახში წევა, აი კაცი ეს ერთი თემა გავუქმდი რა, იმენა. გავუქმდი როგორ ყველაფრისგან. იცი რომ აი შენ კი იცი რომ არაფერი აღარც ვნება, სიმშვიდე ვნახე, კაცი ცხონება გადაწყვეტე ამ აღარც ვნება, აი ყველაფერზე ვარი თქვი, მართ, აი ცხოვრება რასაც მაძლევს ის წყალი მინერალურით არ გექნება შენ თუ როგორ ო ჯინჯერი ჩაი ხო გქონდა რომ გავაკეთე კაცი და გავიცით რომ ყველაფერზე მინდა რომ უარი თქვა იმიტომ რომ სიმშვიდე ვნახე რა რომ ეს კიდე ანუ არ ვიცით ეს ვინ არის ვერავინ ვერ იცნობს თან ავაცალეთ ეს რა ანუ სპონსორი ეს ნაბეღლავი არ ვიცით ვინ არის ხო არ მეც ლიკანი მეგონა თავიდან იმენა აი დალე ეს ხო კი ძალიან გიყავ რა ხმა აქვს საიმე არის ყველაზე კაი რა როგორ ამაფორიაკე შენ არის შენ მე რა მიქნე საწოლში წევარ და არაფერი აღარც გადავდივარ და უცბად ესეთი ის არის რა ქვია რაღაცა სტორი დავდე რომ მithქვენთ რაღაც მაგ სათქმელი და ჩერდები აღარ ვაბოლოვებ რა და უცბად ამან მომწერა რომ შენთანო თან მოები წერია მეც მქონდა სათქმელი არაო თედო პოდკასტი გვაქვს ჩასაწერია გადაწყვიტე რომ ალკოჰოლი ყოფილიყო შენ გადაცემაში მოდი მაგაზე ვიმსჯელოთ იმიტომ რომ სადღაც ცოტა თავისუფალს ხდის სადღაც ალბათ 13 წლიდან რომ დავიწყე დალევა ხო მაგრამ და რა მოგწონს მაგაში აი მართლა მაინტერესებს ოღონდ ამ ყოველს რო ვიძახე შენთან ერთად მინდა რომ ვიმსჯელო რა უფრო მეტად მხიარული ვარ არ ვიცი და ანუ შემიძლია სიტყვები არ ფილტრო რა და ანუ პირდაპირ თქვა რასაც ფიქრობ. იდეაში ისედაც პირდაპირ ვამბობ რასაც ფიქრობ, მაგრამ ანუ ეს უფრო ან
ისწორდება რა. ანუ კაჩო მე გინდა თუ არა, კაროჩე ჩემი აზრით ალკოჰოლს რა აქვს, ან ნებისმიერ არა სიფხიზლეს. რატო გათავისუფლებს რა? რომ კაჩე პასუხისმგებლობას კარგავ იმ მომენტში, სადაც ხარ, ან უპასუხისმგებლო ხდები. და მე რატოა, კაროჩე პახმელიას დანაშაული შეგრძნება, არ გაქვს ხოლმე პახმელიაზე ცოტა გაურკვევლობის? მე გავაკეთე. ხო, აუ და რაღაცა ვიყავი, აუ რა მაგარი. დურუსში რო არის ხოლმე რაღაც ცოტა დანაშაული შეგრძნება რა. რაღაცა ყუთში მოაცა. არ მახსოვს, არ მომხდარა. ხო და მთელი კონტური აქვს, კაცი მაგ ალკოჰოლს რო იმ ქმედებაზე, ჩემი აზრით, სადაც ხარ, ალკოჰოლს რა ნებისმიერ. გაგიმარჯოს, აი შენ რომ გამახარე პროსტა, ანუ შენ რო აი თან პირველი გადაცემა, ხო? თან პირველი გადაცემა და ისე პროსტ ისე გამიხარდა და ისეთი აჟიტირებული ვარ და ისეთი ბედნიერი ვარ. მე ამჯერად სულ რომ მეკაიფებ. მე რასაც უყურებ მოკლედ ჩემ ვიდეოებს და რაც განვიხილე და აი სადამე ჩამოყევი. აი ექში მაგარი დამოკიდებული იყავი სასმელზე რა. არა სიფხიზლეზე, ხო? არა მარტო სასმელზე. არა მარტო სასმელზე. ბიჭო, მოსაწევი 5 წელიწადი აღარ ვეწეოდი, ბოლო, ანუ როცა არაფხიზები ვიყავი, იმიტომ რომ აი ის, აი კარგად მოსაწევი იყო, ის რაც ნიშნებს მაძლევდა, რომ სუდამნაშავის. მესამე თვალი გეცნობა. ხო, სუდამნაშავის შეგრძნებას ძალიან მიღვიძებდა რა და მე იყო უფრო მეტად იცი აი რატო აი სხვა არიან ადამიანები რომ სვავენ, შენ ხო მითხარი სვავ და ვერთობი. მე კაჩი რო სვავდი, გასართობად არ სვავდი რა. აი რაღაცის გასაყუჩებლად და დასაძინებლად სვავდი კარგი. შენ მგონი ძალიან დეპრესიული ადამიანი ხარ, გულის სიღრმეში და არ იცი. და თურმე გულის სიღრმეში ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი და დეპრესიულში მყოფობა მომწონდა. მყოფი არ მიცხოვრია, ხო, უმეტი შემთხვევაში აწოთი არ მიცხოვრია, კაროჩე რა, ვაღიარებ, ხო, რავი. ილუზიებით გიცხოვრია? ილუზიებში შეფარებული. ილუზიები მეც მაგრად მეახსევა. ხო და სწორი არის მე რა მარნაიტა. ილუზიებში რო ხარ მაგრად. ეგ ხო რაღაცნაირად აი შენ სამყარო რო გავს. ეგ ხო აი მაინტერესებს ეგ არის მე სწორი ნგონება თუ არა? არა. შენ ილუზიაში ხარ და შენ გარშემო ადამიანებსაც, შენ გარშემო მყოფ ადამიანებსაც ილუზიაში ამყოფებ რა. ეგ არასწორი, არაჯანსაღი მდგომარეობა არის. და მე წყენებიც რომ წყენები გაქვს ხოლმე ადამიანებზე? არა. აი არ წყენია? არა, როგორ არ მწყენია, მაგრამ მე ანუ ძალიან აი ძალიან რო ჩაუხრმავდები, მე ხვდები რომ ყველაფრის საწყისი მე ვარ. ყველაფერში დაამნაშავე. არა, ხო, იმიტომ რომ მე ვიცი ვიღაცას მეტის უფლება, მე არ ვთქვი სადღაც სათქმელი, მე გადავყვაპე, მე გასაკეთებელი არ გავაკეთე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მაგიტო რა. ხო, პასუხისმგებლობა, აი პასუხისმგებლობა, როცა არა ფხიზელი ხარ, მაგის პასუხისმგებლობას ვერ იღებ. და ადანაშაულებს სხვას, რომ ყველაფერი სხვისი ბრალია რა. კაჩი თან ის პონტი ხო არის, რომ სულ ადამიანები რო არ ვაღიარებთ, რომ სადღაც ჩვენ ეგ შეიძლება მგონი არაფხიზელი მდგომარეობის ბრალე კი არ არის და ალკოჰოლის და მოსაწევის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მაგას არ უნდა დააბრალო. ეს შენი შინაგანი მდგომარეობის ბრალი არის, იმიტომ რომ შესაბამისად განვითარებული არ ხარ. იმ დონეზე არ ხარ შენი განვითარების, რომ მიხვდე რომ ანუ ვიღაცები არ უნდა დაადანაშაულო და შენ თავში უნდა ეძებო პასუხები. შენ თავშიც არის ყლე და სხვაში კი უნდა ეძებო, რომ აი ჩემზე ყლეებიც არსებობენ. აი მე რა მიჭირს კაცო, ჩემზე ყლეებიც ხო არიან სხვა. ანუ მაგით თავი უნდა დაიმშვი. გული თავისუფალია. ჩემი გული თავის მარტოა. არა, ეგეთი სევდა სიმარტო. მეც ეგ მეგონა ხოლმე, რომ სიმარტოვეში სევდა და ეს მარტოობა უბედურება და მაგიტო იყო ხოლმე, რომ გოგოებს ვიგონებდი. ანუ კი არ ვიცნობდი. ანუ აი შენთან ხომ მოვდივარ და აუ რაღაცას ისე გავარო და როგორიც ხარ კი მაგას კი არ ვაკვირდებოდი. ჩემს ილუზიაში როგორი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენში ხო არის ქალური საწყისი. ხო და ამ ქალურ საწყისის პაზლს ვაგებდი იდეალური რა შეიძლება იყო და მე ეს ვნება რო გადადიოდა ეს აღტაცებაც რო გადადიოდა რჩებოდა რეალობა და არ მოგწონდა ეთყობა რეალობასთან არ მომწონდა არ მომწონდა და ეხლა რაღაცა ვცდილობ რომ ან თელოს გონი თავისუფალი მაგრამ თული ჩემში ქალურ საწყისს რო ჩაჯდეს პაზლად შენთვის იდეალური ქალი როგორია ბიჭო არ ვიცი ჯერ ჩემში უნდა ვიპოვო ქალი რომ აი ხორტები თქვა იდეალური როგორი მაგის ძებნაში ვარ რა რომ აი როგორ რა მოერგება რაღაცები ვიცი რომ ერგება რაღაცები ვიცი რომ არ ერგება რამდენი წლის ხარ 32 ეხა იმასაკში არ ხარ რომ რაღაცეები დააჯერო შენ თავს რომ ეს ესეთი არა ზუსტად ისეთი უნდა იყოს როგორც ერგება და თუ არ არის კარგად იყავი რა არა დასაკარგი დრო აი მაგასაც ხვდები რომ მარტო ვნები და სექსით ურთიერთობა ჩემთვის ნაღდად არ არის მაგით ვერ მიზიდავს რა
პირველ რიგში არის ემოციური მდგომარეობა და თუ ემოციური მდგომარეობას გიკმაყოფილებს მეორე ადამიანი და შენს ავსებს იმ მეორე ადამიანს შენი ყოფით და მდგომარეობით, ანუ იმაზე არ უნდა იყოს ჩაციკული, რომ აი მე ხლა ხო, აი, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამბობენ, კი, მნიშვნელოვანია ურთიერთობაში, მაგრამ რაღაც პერიოდი რომ გადის და ასაკი რომ გემატება და ბერდები და შედიხარ რაღაც ასაკში, მე ფიზიოლოგიურად აღარც შეგიძლიათ რაკიც აღარ გაქვს აღარაფრის და მე გრჩება ჩვეულებრივი, რავი, სული გრჩება რა და ის სული თუ შენთვის მიუღებელია, რაში გჭირდება რა, ანუ აღარ გაქვს რაკი რომ დაკავდა მასთან სექსუალური კავშირი და რაღაც გინდა. სიუცხოეში კარჩე საკუთარ თავთან იჩიტები მე. და ჯობია რომ შენი მეგობარი იყოს და ახლოს იყოს. და ვაფშე არ კონდეს სექსი. ხო რა, ანუ დაჯდე და კარგად ილაპარაკო და აი კარგად გაერთო იცინო, ვიდრე ანუ რაღაცა ერთჯერ და დაიკმაყოფილო შენი სურვილი და მე გადატრიალდე. ხო, მაგრამ აი მანდაც თავი რო არ მოიტყო, ნებაც ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ნება თავიდან არის, მაგრამ ასაკი რო გადის და გემატება ასაკი. ქრება ნება შენ მაგას გულისხმობ. აი თუ სულ შეიძლება სურვილი ქრება სექსუალური ურთიერთობის ასაკის მატებასთან ერთად, მე ესე ვფიქრობ. არ ვიცი ხა მე ასაკის მატებთან ერთად თუ იმ ადამიანთან ურთიერთობის ხანგრძლივობის გამო არა, ხანგრძლივობა არაფერ შუაში არ არის. ვაფშე არ. ანუ შეიძლება სულ ტონუსი გეჭიროს. საგამ ტრაგედია. შენთვის თუ მისაღები არის და ანუ ქიმია ვაფშე სხვა რაღაცა არის რა. ხო, მაი არსებობს რა, კარჩე ცოტა უხსნელია, მაგას აი სულიერ მდგომარეობით შეიძლება არაფერ შუაში იქ ემთხოვდეთ, მაგრამ აქ ხორცმა ვერ მიიღოს ერთმანეთი რა. ხო, ოღონდ ეგ რაღაც ასაკში. მერე არა. ანუ რაღაც ასაკში რომ მიდიხარ, იდაქში მერე კიდია რა, ეს მგონია. ოკეი, დაველოდები. იდაქში არავინ არ გამოჩნდა შენ ცხოვრებაში. ესეც და ისეც. ეხლა ვიცახი ეს რაც სიფხიზის პერიოდშია, ნუ არა, მანამდე თავს ვიტყოდი და ვიგონებ. არა, ეხლა შენ ძიების პერიოდში. გამოგონებულებთან იცოცხლე, ხო და ეგრე ჩახსნილი მქონდა და ეხლა აღარ ვიგონებ რა და გამოგონებელთან არს რეალურებთან ცოტა გართო. აი ნუ თედოს გული თავის ფანი არის რო იცოდეთ და თედოს გული და ტანი. შეხოს ოჯარი შენ მუსიკებში და ტრეკებში და რაღაცებში სულ ეგ იყო რომ გინდოდა რომ ყველას გაიგო შენთვის. ხო, ეგ არის, ხო, ეგ ოღონდ მანდ ალბათ იქიდან ვლაპარაკობდი რომ მართლა გამიგესვით, ხო. შველას ხო არ ითხოვდი? ხო, ძალიან ეგოist რა უნდა გიშველონ, მე სხვებს რო თხოვ მაგას, სხვებს ავალდებულებ. რა ძალიან არაჯანსაღი მდგომარეობა. ეხლა მეც რო უსმე ძალიან რაღაცეებში, კარჩე არ ვეთანხმები რა მდგომარეობის მესმის, მაგრამ არ არის ჯანსაღი. გულწრფელი შეიძლება იყოს, მაგრამ არ არის ჯანსაღი, რომ სხვას თხოვ შენს გადარჩენას, რა და ავალდებულებ და მე ამათ მე კიდია და თუ არ მე ბრაზდები მაგათზე რომ მე რო ესე ტანჯულო თქვენ როგორ ვერ უნდა გამიგოთ და კარჩე არ არის კარჩე პასუხისმგებლიანი ადამიანის მდგომარეობა რა. გაიზარდა მოკლედ ჩემოთედო და მიხვდი რომ ცხოვრება ისეთიან არის როგორც წარმოგედგინა ბავშვობაში რა. და კაცდი უკვე დრო არის ცხოვრებას მოეკიდონ. მამიდე ჩემი და დეიდე ჩემი ახსენდება ეხლა რომ ელობა დროა ცოლი მოიყვანა. ცოლის ოყანას როდის აპირებ? შემიყვარდება თუ არა? ეგრევე იმენა ვაფშე. ეგრევე მოვიყვან ცოლად. მიყვარხარ მოშეცოლა. აი ეგ გოგოებო ვისაც გეტყვით რომ მიყვარხართ ეგრევე ცოლად მომავალ. აი ეგ იცოდეთ რომ რას შესთავაზებ შენს ცოლს, შენს მომავალ მეუღლეს რა შესთავაზებდი აი. ყოფილი მოთამაშე, ყოფილი ნარკომანი, ყოფილი ლოტი, ყოფილი წევრი. ანუ ასე თქვა უარგის რას ვახვედრე? აი ეგ ვის ჭირდება, ეგ მიმჭირდება, აი კრეატიულობას მიმჭირდება. რას თავაზობ, კაი, აი რას თავაზობ, კაი. კაროჩე, არ ესე ვერ დავპირდები, მაგრამ დაპირებები არ გვიყვარს. დაპირებებს ვერ დავპირდები, მაგრამ შევეცდები, რომ კაროჩე არ მოვატყუო არაფერი. რა ცოტა? აი ამ ყოველდღიურ მიუხედავად რომ მოთამაშე უარგისი ყოფილი ნარკომანი თუ მოქმედი ბოდიში ხადა ეგ ძალიან არაფერი ვერაფერს ვერ პირდები არაფერს არ უნდა თუ მეყურებელ ეს სიყვარულს შენ რა გგონია აი რანაირი იქნები შენი საყვარელი ადამიანისთვის აუ რანაირი კითხვა აი მე მგონი არ დაფიქრებ მე მგონი არ დაფიქრებ მე როგორი ვიქნები სადღაც კიდევ ვფიქრებულო რა ბიჭო აი არ მინდა ეხლა გონებაში როგორ როლსაც ხედავ ეგ ხო არ არსებობს რა
აი ამ წუთში ვარ ცოტა სიმართლე გითხრა რა, აი ოდნა ოღონდ მთლად არ არის დანებების პირას ყოფში უფრო რა. ეხლა ხარ დანებების პირას? ხო, ამ ვნებებს და ხო არის რაღაცა და აი ოდნა ვარ რომ აი რაღაცეებში თქვი რომ აღარ მინდა იმ ყველაფერს ვებრძოლო. ანუ აი ვებრძოლო რაღაცა შექმნილ როლს რომ მე მაგარი ტიპი ვარ, მე ყველას უნდა ვუყვარდე, მე თედომხიარული, ანუ ამ რაღაცა შექმნილ, სადაც ამ ცხოვრებაში რაღაცა შექმნილ სტერეოტიპს ჩემს as პერსონაჟს რა, აღარ მინდა რომ მაგისთვის ვიბრძოლო რა და ცოტა დავნებდი რომ ბოლომდე არ დავნებებულ ვარ, მანდ იმხელა ვნება და აზარტია როგორი რთულია რომ გავუშვა რა. მაგრამ უნდა უყვარდეს ყველას ისეთი როგორიც არ ვიცი, თუ არ მეყვარები პრობლემა არ არის. ოღონდ ყველა მიცოდეს ისეთი როგორიც არის და არა ისეთი როგორიც ყველას წარმოუდგენს. ხო, მაგრამ თუ არ ვეყვარები აღარ მეწყინებ. არა, ხო, გავუშვებ. ნახდათ. ხო, აი მართლა არ ვიცი როგორი ვიქნები. აი ერთადერთი ვიქნები რომ აი რაც შემიძლია ამ წუთში რაც არ მინდა ვიყო რომ მოვიტყუო. იმიტომ რომ ტყუილები, კაროჩე, манипуляторობა და ეს შეგიძლია, ხო? ხო რა, შემიძლია კი. შემიძლიერი მხარე ტყუილებია. კიდე რამე კაი მოგატყუებინო. დაჟე როგორ რაღაც ტყუილები მოსოს რომ ამბებს რო ყვები, ხო იცი გაბუქებები როა ცოტა და როგორი ცოტა გაბუქებითაც და ტყუილითაც მოვყევი, დღემდე ეგ მოყოლილი მახსოვს, რა მოხდა კი არ მახსოვს. ანუ ეგეთი ჩამებეჭდა, ხო. და აი მან ვარ რომ რაღაცნაირად ეგ თუ შევძელი რომ არ მოვიტყუო, იქნება ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა ურთიერთობაში. თედო რომელიც თედო მართალი. ეხლა ეს ცოტა დაპირებაა კაცისგან, მაინტერესებს. აი შენთან რომ მოვიდეს ლოთი, ნარკომანი და მოთამაშე. აი რას შეიძლება არ მივიღე? მართლა? კაცი უმდობლობა გექნება. ძალიან სუეჭვები. რაფერის თვალები გაქვს? სხვათა მეცვლება, სხვათა შორის. მე ძალიან თვალები. ხან მოთამაშის თვალები მაქვს, ხან ალკოჰოლიკის თვალები მაქვს. და მაინტერესებს მოკლედ ამ უსაშველოებში როგორ მოხდი რა? ჯერ ხო ძალიან მაგარი სერიალი არის. აი ერთი ამას უნდქვით უყურე და აი ძალიან ბევრი. ხო, იმიტომ რომ რაღაცა სატირა. ანუ რატომ მიიღო ქართულმა მაყურებელმა, რომ იმიტომ რომ იმის გარშემო ნაცნობი მდგომარეობაა რა. და იმ რა თემებიც ჩვენთვის რაღაცნაირად ახლოა, იმაზე ცოტა იუმორის კუთხით შეხედვა და ხო და შენი აზრით საზოგადოება რამდენად იღებს ამას სატირას? ანუ აი იქნებ ამ ყველაფერს იღებს როგორც მაგალითს. ხო და უსაშველოები არ აძლევს. თუ ადამიანი სწორად მიხვდება პატარა ბავშვი როგორ აღიქოს მაგას? პატარა ბავშვი რეალურად რომლის კუმირებიც იდეაში ახლა ხარ მე ვხედავ ხოლმე პატარა ბავშვებში და ბევრს ძალიან არასწორად აქვს გაგებული. და რაღაცნაირად ეს შავი და ზაკა და ანუ რეალურად მან რა ნაჩვენებია რომ უსაქმური ადამიანი როგორი უმიზნო არის რა და როგორ არაფერს არ აკეთებს რა და აი ესენი ცოტა პატარებს ესმით სხვანაირად რომ არომანტიზირებულებენ რა და რეალურად სხვა აზრი დევს ამიტომ ეს უცდილობ ხოლმე ვინ შემხვდება რომ პირიქით აი მანდაც რა არის ნაჩვენები რომ ძველი ბიჭი ზაკა ვინც არის პირობითად რო თამაშობს უსაქმური ბუასილია და ტრაქში სანთელს იკეთებს აი თედო ეს ადამიანი ხო სპარტაკა რომელიც რაღაცნაირად კონილინგუს აკეთებს ანუ რაღაცნაირად ისე ნაჩვენები არის რომ სადღაც ესეთი ადამიანები აი უშეცდომოები კი არ არიან ანუ ესეთი ხო ჩვეულებრივები არიან და აი მანდ არის რომ ეგ ხატი ვისაც შექმნილი აქვს რა პირობითად რომ სადღაც ეგ ჩამოინგრეს სტერეოტიპები დაინგრეს რა და ამ პატარა ბავშვებზე რა თქმა უნდა ზოგან ძალიან არასწორად მიდის და მიაქვთ რომ ჩვენ და რაღაც ოღონდ ვისშიც არის ეგ ვისაც ეგ უნდა რა იმასთან მიდის და ეხლა მე მაქსიმალურად ვინ შემხვდება იმას ვუხსნი აზრს რა არის რომ ეგ პირიქით ქუჩა დაგუპავს რა იქით თუ წახვალ რა უფრო მეტი ბევრი საინტერესო რაღაც არის რა წიგნი განათლება რაღაცები სამყარო მიდის რომ იქით იტრიალი და სხვაგან განვითარდით შენ როგორც გავიგე მოკლედ სრული იმპროვიზაციით ხარ მანდ პონტი არის რომ ზაზა რაღაცებს მთლიანი სცენარი ზაზას დაწერილია მაგრამ ჩემ პერსონაჟზე რომ რაღაცა რა თქვას რა ილაპარაკოს უბრალოდ რაღაცა მინიშნებები ვიოთ რაღაცა შავი ტექსტი და დანარჩენს იმენა ისევ უბერავ რა თორე და ზაზა ძალიან აკვირდება ხოლმე რომ ვინა კონკრეტული სიტყვები უნდა თქვას რა მსახიობობა არის ჩემთვის უფრო გართობა როგორ ვთქვა სიამოვნება არის რა მანდა რომ აი ხო არიან ადამიანები რავი წაკითხული მაქვს დენიელ დეი-ლუისი ერთი წელი კონსულზე ჩაიკეტება რაღაც იმ პერსონაჟებით ცხოვრობს არ მქონია ეგეთ აი პროსტა ვიჭერ ხასიათს აი ხასიათს და ამ ხასიათით ამ პერსონაჟის ხასიათით ვერთობი
თორე იქ ეხლა ჩემს გარშემო ძალიან მაგარი მსახიობები თამაშობენ ამ უსაშროებში, რომელიც აი უფრო დიდ შრომაცაც დებენ, უფრო დიდი დაკვირვებაც არის ამ როლზე და რაღაცნაირად იმ პერსონაჟით ტექსტს მიყვებიან? ტექსტიც შეთვისებული აქვს, ხო ხტები ის არის და იმიტომ რომ ზაზად რეჟისორები გამოირჩევიან არის ქმედების რეჟისორი და არის აი ტექსტის დრამატურგიის რეჟისორი რა და ზაზას ეს ტექსტთან მუშაობა, იმიტომ რომ აი რადგან რეპერიც არის და ჰიპ-ჰოპსაც აკეთებდა, აი ხო აი როგორ იყო, იცი რომ აი ზაზას ჰიპ-ჰოპიც ეგრე იყო, რომ რაღაცა ფრაზებს რაც დაწერდა, მე ხალხი იკვიატებდა, ამაშიც რაღაცნაირად ეგრე არის, რომ რაღაცა სიტყვები რაც დაიწერა, რაღაცა ვირუსულად გავარდა ვის ვესაუბრები და ზაკავა. აი, ხოდებ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ჰიტი რაც ხდება, ეს დასამახსოვრებელი მაგ ტექსტებშია და აი ზაზა მაგას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. ხო, მაგრამ ეხლა ჩემი გადმოსახედიდან შენი პერსონაჟი ძალიან დასამახსოვრებელია, იმიტომ რომ ძალიან ორგანულად თამაშობ და ძალიან ბუნებრივია. ექსცენტრიულია, ბევრი ისინი, აი, მაგრამ მივდივარ მაგ ხასიათშიც, მე იმპროვიზაციით მივყვები ხოლმე ბევრ ამას. იმპროვიზაცია ძალიან მაგარია. აი, კუბოს რო უკოცნე. ეგ მაგალითად იმპროვიზაცია იყო. და შენ არ გიფიქრია? შენი იმპროვიზირებული სერიალის გადაღება? კი, მიფიქრია. დიდი დავაი გადავდა. ითამაშე? ვითამაშე. ჭირთ მიფიქრია და რაღაცნაირად ეს ყველაფერი სადღაც მაკეტკენაც მიდიოდა ზოგადად ჩემი ცხოვრება რომ მე გავაკეთო სერიალი რა. ეხლაც აი რაღაც პროექტი დავიწყე, ცოცხალი ლეგენდები ქვია. ძალიან მაგარია. ჩემი არის, ჩემი. კაჩი ეგ არის როგორი პონტიც, აი მოთელვაა ცოტა, აი როგორი თა სერიალისკენ და ფილმისკენ, იმიტომ რომ აქამდე სულ რეკლამებს ვიღებდი რა. ეგ რეკლამა არის. რეკლამა არის, ხო და რეალური კომპანიები არიან. რეალური კომპანიები არიან, ხო და ვიფიქრე რომ ეს რეკლამა ცოტა საინტერესო რომ გამეხადა, მივეცი ცოტა ესე ამბების თხრობა რა სერიალის ხაზი მივეცი, რომ სერიალი არ არის დრამატურგულად რომ ამ სერიიდან დაიწყო და იმ სერიაში გაგრძელდა. ორ მუშაობა მსახიობზე, რომელიც რაღაცნაირად რეალურ ცხოვრებაში როგორ ცხოვრობენ, დანძრეულად უცოდ შემოდით რეკლამა და აი ფულის გამო რევზე მედიან და მინდოდა რომ აი პატარა რაღაც ეს რეკლამებიც მეკციათ ცოტა ისეთ საინტერესოებად, რაც სერიალისკენ მოთელვა იქნება. უყურე მაგას? საღათავა. ოღონდ ვერ მივხვდი ბოლოს გიორგი ყიფშიძემ რატო ანუ შეგაჯდა და აი ვერ მივხვდი. აი ეგ ცოტა ვიღე ჩემი მეგობრისგან რომ აი იცი როგორ იყო აი მსახიობებს ეწყებათ ხოლმე ეგეთი რამე კრიზისი აი ზუსტად რო გითხრათ ბევრი გაშა თხოვენ იმას რომ რაც ხალხმა იცის კარჩი რომ შენ ეს არა ხარ შენ გიორგი ყიფშიძე არა ხარ და ის ამბობს რომ თქვენ როგორ გიორგი ყიფშიძესაც მიცნოთ ანუ ეგ არა ვარ რა მაიგ უნდა თქვენ როგორიც გამიცანით ეგა ვარ და ეგა ხარ ანუ აქედან უთკიცე და მაგაზე ანუ ჩემ მეგობარს რასაც ვთხოვდით რომ ძველი ყოფილიყო სახეს და გვარს არ დაუცავ შენ ისე ვისა ხარ კაცო იმღერე როგორც გიდა და იმღერე და თქვენი დედა ცოტა გამოგდებული ვყავართ ჩემ სამეგობრო აი ზუსტად ანუ აი ხო რაღაცნაირად აი პატარა მესეჯებიც ეგდოს ამაც თითო რეკლამა თითო სერიალი თითო რეკლამა რაღაც დაგიკვეთო ხო რეალურად მე რო კომპანია ვიყო კომპანიებს შეუძლია დაუკვეთონ და ძალიან საინტერესო ცოცხალი ლეგენდები ქეთა სერია 5 აი ეგრე ვიქნება შენზე იქნება ძალიან მაგარია. ხო და რაღაც ეს იყო რომ აი ეს პროექტი რეკლამა რაც არის აი რეკლამას დავარქვ მინი სერიალი რეკლამა თითო სერია სხვა პროექტზე რაღაცეთ მოთელვა იმ სერიალისკენ რომლისკენაც მივდივარ რა. ისკენ მიხარ. ანუ ყველა არ მქონდა ის რაღაცა გუმანი რაღაცა რა. წლებია ის იდეა მაქვს. შენ გინდა და სერიალის გადაღება. არა ეგ არის კაუჩი რაც გეგმა წელს რაც მაქვს რომ ის სერიალი დავიწყო. რომელიც წლებია მინდოდა და კაუჩი დაწერილიც არის რაღაც თვითმფრენი სეზონის ფაბულა და ანუ სცენარიც ფაქტობრივად დაწერილი. კიდევ ვიწყებ შენი თქვენს არ იყოს პოდკასტს. და ეს პოდკასტი ალბათ თებერვლიდან ჩაეშვება უკვე. თებერვალი აქვეა. აქვე არის. ხო, რაღაცნაირად გადავერთე იმებზე, აი მაქვს დაბადების დღე. მოგიძღვნა ეს პოდკასტი ეძღვნება. კაჩი, ეხლა შენთვის იყო ეს პირველი პოდკასტი, მადლობა თედოს ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, просто ყველა სიტყვა გულში ჩამწვდა. არა, მე ვიტყვი, მოდი შენ გაჩვენე. ანუ ძალიან დიდი მადლობა თედოს, იმიტომ რომ ჯერ ხო ძალიან ნახე საიდან დავიწყე და სადამდე მოვედი კაცი. ძალიან საინტერესო ადამიანი არის, ძალიან კრეატიული და ძალიან ნიჭიერი. და იმედია დაუფასდება რა, ანუ კარჩი, დაფასებით შენ თავს უნდა დაუფასო ადამიანმა მანდ ვარ.
რომ კი აღიქვა და პირველ რიგში მე რა უნდა მადლობა აქ მოწვევისთვის იმენა და რატო არის შენთან სასიამოვნო და რატო გისურვებ წარმატებას რა იმიტომ კი არა რომ მარტო ქეთახა კაცი შენ შეგიძლია რომ ეხა არიან ადამიანები რომელსაც ესაუბრები და ის მაინც თავის ემოციაზე რჩება რა და ის შენ ხარ ის ადამიანი რომელიც კაცი გრძნობ და მიყვები რასაც ის გესაუბრება ხვდები უბრალოდ კითხვა კი არ არის ძალიან ცოცხალი პროცესი იყო და შენთან ეს საუბარი იუმორთან ერთად იყო თან ძებნის და ძიების რა და მაგრამ აი მართლა კომფორტულად აი შენთან ვინც მოვა შეუძლია ჩუსტები ჩაიცვას და აი ძალიან ისე გაშინაო და მართლა მაგრა გამისწორდა და წარმატებები აი ამ წამოწყებას რა და უეჭველი თავის შედეგს და წარმატებას მიაღწევს რა ძალიან მიხარია მართლა არ მეტირება მაგრამ ვიტირებ დავადოთ რა არა ძალიან ემოცი მართლა ძალიან მიხარია მართლა ძალიან ვისიამოვნე და აი რავი ეს არის რომ აი შემდეგში ვინც სტუმარიც მოვა მართლა იმენა ისე იქნება სადაც შეუძლია რომ მოეშვას და სულ რო არაფერი არ თქვას შენ ყოველ შემთხვევაში იმას მისცემ რომ ეგ ჯდომა და სხდომა მაგიდასთან იყოს საინტერესო რა მოდი სეზონს დავხურავ ისე პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი ყავი აი უდიდესი არ ვიცი მე როგორ უნდა გადაგიხადო ესეთი მადლობა თუ ისეთი მადლობა მოვიფიქრებ რა მსახიობად რეჟისორად მაგრამ მე როგორც მუსიკოსი ისე გცემ ძალიან დიდ პატივს რა მადლობა ეს მე პირველად მოხდა ანუ ჩემს ცხოვრებაში პირველი იყო ეს ანუ ეხლა ამ ყველაფერს რომ დასკვნა გავუკეთოთ ამ პოდკასტს რა გამოვიდა მთლიანად რომ იყავი პასუხისმგებელი საკუთარ თავზე და შესაბამისად რომ ის აი რაც გააკეთე არ ხაზი არ გადაუსვა ისიც შენი ნაწილი ხო და ხაზი არ გადაუსვა ჩვენს პოდკასტს ჩვენი არხი რომელსაც გამოჩნდება აქ ხანში აი აქვე აი სადღაც რაღაც ისე აუყევი ფიქს გარეთ ქარები ქრის ბავშვობიდან ქარები მიფთხოვდა ძილს ამ ბოლო დროს მეშინია შეყვარების ამ ბოლო დროს ცივი გავხდი შედარებით ვინ ვიყავი დედი გეხვეწები გამახსენ ამიხსენი და მათგან დამიხსენი ეგ არის